საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? დილით მართალია ჩავწერე უკვე ლაივები, მაგრამ საღამო მშვიდობისა და საღამოსაც მოგესალმებით. ესე იგი, ჩემს გვერდზე, Facebook გვერდზე, ამდენი ილია მეორის პოსტი რო ვარდება ხოლმე, მოითხოვენ ხოლმე ჩემგან ილია მეორის მიმართ ყურადღებას და მოდი მივაქციოთ ამ ადამიანს ყურადღება, აგერ უკვე თქვენ ხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაში არის ილია მეორე, სასწრაფოდ, რადგან გავაცხადე, რომ ილია მეორე უძლურად არის თქო და ჩემს სიტყვას ძალა რო არ მისცემოდა, იფიქრეს, რომ მოდი ერთი ხერხი მოვიფიქროთო და კობახიძე მივაგზავნოთ ილიასთან, ვითომ დავლოცოთო და საბოლოო ჯამში, როდესაც ილია მეორე სკამზე დააფიქსირეს და კობახიძე მის წინ დადეს, ბოდიგარდმა ილიას ხელი აიღო და კობახიძის თავზე დაადო. ილია მეორეს კი ვერც თვალები ვერ გაუხილავს და ვერც პირი ვერ დაუკუმია. ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ დღეშია მეგობრებო და მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში, რაც მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მართლა ძალიან ცუდ დღეშია და აი როგორც მარიონეტი ისე თამაშობენ ამ ადამიანით, ილია მეორეთი, დარწმუნებული იყავით მაგაში, რომ ადამიანები, რომლებიც აი ამ უძლურ მდგომარეობაში მყოფ ილია მეორეს ესესასტიკად ექცევიან და აი ასე მარიონეტულად ეთამაშებიან, რომ ხელის აწევაც კი ბოდიგარდს განახორციელებინეს და კობახიძის თმებიან თავზე დაადებინეს, სახალხო სურათი გადაიღეს და მერე ჩემს გვერდზე გამოაქვეყნეს, უბრალოდ ჩემს გვერდზე კი არა, ამომიგდეს, ანუ მართლა ძალიან დიდი გულის ტკივილით მინდა სრულიად საქართველოს გავამხილო, რომ მართლა ძალიან ცუდ დღეში არის ილია მეორე, ჩემი ისე რომ ვთქვათ, მაინც გულის ტკივილი დიდი თანაგრძნობა მას, ასე რომ ექცევიან ამხელა მოხუცებულ კაცს. ძალიან ცუდია მეგობრებო, როდესაც შენი გამოზრდილი შვილები შენვე ესე ცუდად მოგიდგებიან და პატივს არ დაგდებენ. რომელი ადამიანიც გინდა რომ მოვიდეს შენთან, იმას არ მოიყვანენ, მაგრამ სამაგიეროდ მოიყვანენ ერთ-ერთ წიწილს, რომელიც თავზეც ხელს ძალით დაგადებინებენ და შემდეგ დაგალოცვინებენ. ძალიან წუხარილია, რომ ამ დღეში ჩაიგდე თავი, რა ვქნათ. ეს შენი გადაწყვეტილება იყო, მართლაც ალბათ იმსახურებ ასეთ მოქცევას შენი გამოზრდილი შვილებისგან და სამწუხაროა, რომ მე ვერ გვშველი შენ. სამწუხაროა. დღეს მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ველოდი პასუხს ბატონი მერაბ ონიანისგან, კვლავ კიდევ ერთხელ გადავამოწმე, შესაძლებელია რომ WhatsApp-ზე მას არ ჰქონდა წაკითხული ჩემი მესიჯები, გადავამოწმე და კვლავ პასუხი მივიღე, რომ ის დამიკავშირდება და მოკლედ ნახოთ რა მოხდება. ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხებს უცნაურად ვაჟღერებ, მართალია ვსალოსობ, მართალია ცოტა რომელიღაც ვიდეოებში როგორც საჭიროა ისე გამოჩნდები ხოლმე გიჟივით და ასე შემდეგ, მაგრამ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად სრულ ჭკუაზე ვიმყოფები და შეგიძლიათ ნამდვილად შეგიძლიათ ჯერ სანამ ცოცხალია ილია მეორე, ის რაც ჩემი პირიდან გამოვიდა თქვენს მიმართ, განახორციელოთ მაგალითად ის, რომ თუ ამ ადამიანს სურს შეხვედრა იმ ადამიანთან, ვისაც ამბავი აქვს მასთან, ხომ? მაშინ აუცილებლად განახორციელებთ. თუ არ განახორციელებთ, მეგობრებო, აგერ უკვე იცით, რომ 50,000 ადამიანის ცოდვა ამ კაცის კისერზე წევს, ილია მეორის კისერზე, ღმერთმა დამიფაროს მე. და 50,000 ადამიანის ცოდვა იმ ნათრულებისა, რომლებიც მონათლად და ახლა აღარ იციან რა გააკეთონ, იმიტომ რომ სჯულის კანონი დაარღვიეს, გადააბრალეს ილია მეორეს, რომ ილია მეორემ თავის თავზე აიღო და
მინდა გითხრათ, რომ ადამიანი ამ დედამიწაზე არ არსებულ ადამიანი, რომ სხვისი ცოდვები თავის თავზე აიღოს. ამის უფლება ჯერ არც ერთ ადამიანს არ მოუპოვებია გარდა ქრისტესი. იცოდეთ ეს ჩემგან რა. და თუ კი თქვენ ქრისტეს გარდა სხვა ადამიანს თქვენ ცოდვაში შეტყობთ და მის პირობას გაითვალისწინებთ, რომ იმან თავის თავზე აიღო, აუცილებლად ცდებით და აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ თუ კი თქვენ ამ ადამიანის ცოდვები გადმოგეკისრებათ, ძალიან ცუდ დღეში იქნებით. მე იმ ადამიანს მივმართავ ახლა, რომელი ადამიანიც არ ახორციელებს იმ შეხვედრას, რომელიც უნდა შედგეს და რომელიც უშლის ხელს. იქნება ეს ბოდიგარდი, იქნება ეს ცხეთავიანი დევი, თუ იქნება ეს მერაბონიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეხვედრას შეუშლის ხელს და ის შეხვედრა, რომელიც უნდა შედგეს, არ შედგება, მე აღარ დამაბრალოთ რა. გეტყვით პირდაპირ, რომ რაც მოგივა დავითაო, ხოლო თქვენი დავითაო და აგერ დაინახავთ მაგასაც, რაც მოგივათ შემდეგში. ეს მუქარა არ არის მეგობრებო, ეს არის უბრალოდ გაფრთხილება და მე მინდა რომ გაფრთხილებული იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად არის, თუ კი ისინი ამ საკითხს უშლიან ხელს. არც ღმერთს, არც სულიწმინდას და არც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის სულიწმინდით შემოსილი, არ ძალუძს შენი ძალით გონს მოყვანა. ნებისმიერი ადამიანი თავისით უნდა მოვიდეს გონს და სამწუხარო ის არის, რომ ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც პოზიციაზე დგას, ჰგონია, რომ ის უკვე სასუფეველშია და მას უკვე ბევრი ესმის. აი ეს არის ყველაფერი მეგობრებო, რაც ხელს უშლის იმ საკითხებს, რაც უნდა განხორციელებულიყო და შესაძლოა რომ კიდევ განხორციელდეს, მაგრამ როგორც უკვე ხედავთ მეგობრებო, ადამიანი არის უკვე კომაში. მას არც თვალების გახელა შეუძლია, არც პირის დაკუმვა, ანუ არც პირის გაღება, გამოძრავება, არც ხელის აწევა და ფიქსირებულია მხოლოდ და მხოლოდ მის სავარძელზე, რომელ სავარძელზეც თავიც კი დაბლა აქვს ჩაღუნული, ისე რომ ვერც კი იჭერს კისერს. ასე რომ ასეთი ადამიანისგან მეგობრებო, მართალი გითხრათ, მე უკვე ვერც ერთ პასუხს ვეღარ მივიღებ, ეს უკვე მკვდარია, რო იცოდეთ. და როდესაც მკვდართან მიდიხარ, მას მიაქვს მთელი შენი ძალები და არა პირიქით. ასე რომ კობახიძეს პირდაპირ ვეუბნები, რომ კობახიძის ნახევარი სიცოცხლე აი ამ მოქმედებით გაილია. თუ კი შეეძლო კობახიძეს ეცოცხლა 100 წელი, ის იცოცხლებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ნახევარი. ასე რომ მეგობრებო, ფრთხილად იყავით, თუ კი ილია მეორესთან ფეხს შეადგავთ და მის განდალოცვას მოითხოვთ. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ისინი თქვენს ძალებზე უფრო არიან დაგეშილები, ვიდრე პირიქით აქეთ მოგცენ რაიმე ძალა. მკვდარმა ძალა როგორ უნდა მოგცეს, ხოდა მოიფიქრო და იაზრო ოდნავ. ამიტომ მე აღარ მინდა ილია მეორესთან შეხვედრა, დიდი მადლობა გადაეცით მას. თუ უნდოდა ჩემთან შეხვედრა, ბოდიში ილია, მაგრამ მე აღარ მინდა შენთან შეხვედრა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი ძალებიდან უფრო პროფიტს მიიღებ, ვიდრე პირიქით. ამიტომ ღმერთმა ამარიდა ილია მეორესთან შეხვედრა. მადლობა უფალს ამისათვის. დიდება ყოვლად ურყმნელ სინათლეს, რომელისგანაც გამოდის ყოველი სიტყვა და რომელისგანაც გამოედინება ყოველი, რაც შექმნილა დედამიწასა ზედა თუ სამყაროსა ზედა, სამყაროსა შინა და ამისათვის მე დიდ მადლობას ვუხდი ზეციურ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამარიდეს ეს სასმისი. სამაგიეროდ
ჩემთან დატოვეს მადლის ქვები, რომელიც დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან მალე დიდ პოპულარიზაციას მოიპოვებს ქართველ ერში. ეს მადლის ქვები, მეგობრებო, შეუერთდებიან იმ ერთ მადლის ქვას, რომელიც ერთ დროს დავით მეფემ წამოაბრძანა საქართველოში. საკითხავე საიდან? რომელი იერუსალიმიდან? აგერ დღეს უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მცხეთაში მთელი რომის მსგავსი დასახლებები იყო, რომის იმპერიის მსგავსი დასახლებები იყო. ნელ-ნელა ყველაფერი ისე იქნება, რომ თითქოს მათი აღმოჩენები იყოს ის, რაც დიდი ხნის მანძილზე მალეს და ახლა შემდეგ, როდესაც აღარ აქვთ იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი დაფარონ გონიერი ხალხის წინაშე, მათ დაიწყეს საუბარი თითქოს და იყოს ეს აღმოჩენები და თითქოს და იყოს ეს დაფარული ისტორია ჩვენთვის. დავიწყებული ისტორია ჩვენთვის. თორე დაფარული რომ არის, მაგას რა თუნდა საუბარი. ვინც სულიწმინდის ხმას ვერ იგებს, მას სულიწმინდის გაგებისაც ეშინია. ამიტომ ვერ იგებს მის ხმას. მაშასადამე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ პერ გაბრიელს რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, გიჟი იყო და ლოთი იყო, იგივე შეცდომა არ მოგივიდეთ იმ სხვა დანარჩენ წმინდანებთან, რომლებიც დღეს ცოცხლები საუბრობენ. და თუ თქვენ კიდევ ვიმეორებ, ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, წმინდან ადამიანებს ვერ ხედავთ და მათ სიტყვას პატივს ვერ ცემთ, თუ ცოცხალ სიტყვას პატივს ვერ ცემთ, მაშინ მკვდარი სიტყვა ძალაში აღარ არის. ცოცხალი სიტყვა ახლა დაამწავს, რასაც ვიტყვი. ის, რაც მოგელით, თქვენ თავად აირჩიეთ. სულიწმინდამ ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ გონს მოიყვანეთ, მაგრამ რადგან არ არის ნება თქვენი, სულიწმინდა ძალით ვერაფერს ვერ გაგაკეთებინებთ. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანები ძალიან დიდ ამპარტავნებაში არიან, როდესაც ჩემნაირებზე ფიქრობენ, ცუდად. იმას, რაც პრინციპში მათ უნდათ რომ დაინახონ და არა იმას, რაც ასეთი ადამიანების უკან დგას. უпроსტოდ ასეთ ადამიანებში არის. ადამიანი, რომელიც ხედავს მხოლოდ ნეგატივს, ნეგატივით არის გაშღენთილი. სატანა ცალკე არ დგას. სატანა ყოველთვის დგას სულიწმინდის გვერდით. ეს იცოდეთ ჩემგან და დაიმახსოვრეთ. სულიწმინდა და სატანა ერთმანეთისგან არ არიან განშორებული, ისინი ძალიან ახლო დგანან ერთმანეთთან. და როდესაც სატანა სულიწმინდას ეკითხება, მოწიწებით, მაქვს თუ არა ამის უფლება, სულიწმინდის ნებართვის გარეშე სატანა აბსოლუტურად უძლურია. თუ სულიწმინდის მადლი დაკარგული გაქვს, მაშინ სატანა ბრძანებლობს შენზე. და თუ სატანა ბრძანებლობს შენზე, შენ ყველა ადამიანში დაგანახებს მხოლოდ ნეგატივს, მხოლოდ ცუდს და მხოლოდ ბოროტებას. არ არის კაცი, რომ არ სცოდოს და ცხონდეს,
ეს იმის ნიშანია, რომ ყოველი ადამიანი არის ცოდვილი, მათ შორის მეც. და შენ თუ მხოლოდ ამ ცოდვილ მხარეს ხედავ, მაშინ შენში სატანა უფროა და სულიწმინდა გამგშორებია. სულიწმინდა გამგიდგა, რადგან სატანამ უფრო დაიმსადგურა შენში. ადამიანში, როდესაც შენ ხედავ მხოლოდ ბოროტებას და სიკეთეს ვერ ხედავ, მაშინ იცოდე, რომ თავიდან ბოლომდე ხარ ჯოჯოხეთში. და არსად სხვაგან არ არის სასუფეველი და არსად სხვაგან არ არის ჯოჯოხეთი თუ არა შენში, ამბობს ქრისტე. ვიდრე გარეთ დაუწყებთ, ძებნას, სამოთხეს, ან სამშვილველს, ან ღმერთს, მანამდე თქვენში მოიციეთ. ის ყველაფერი თქვენშია და როგორც კი თქვენ კარგავთ ფიზიკურ სხეულზე მართვის უფლებას, როგორც კი თქვენ კარგავთ ფიზიკურ სხეულზე მართვის უფლებას, სამშვილველიც განგეშორებათ მაშინ. სული წავა და შეუერთდება იმ ერთს, რომელიც არის სულ ერთი. სული ერთია, მეგობრებო, შენც, მეც, ილიაც და ონიანიც. ჩვენ ერთნი ვართ. და თუ კი შენ გამოყოფ შენს თავს რომელიმე მათგანიდან, დაიმახსოვრეთ ეს, რომ ღმერთს ვერ უერთდებით. მე ძალიან გული მწყდება იმ საკითხზე, რომ ილია მეორე გამოკეტეს და მისი ბოლო სინანული, როგორიც არის ავაზაკის ბოლო წუთებში მონანიება, არ განახორციელებინეს მას. თუ არ მოხდებოდა ავაზაკი იესოსთან ერთად ჯვარზე და არ ეტყოდა იგი სიტყვებს იესოს, ვერასოდეს ვერ მოხდებოდა ის სასუფეველში. ასე ინება უფალმა, რომ ორი ავაზაკი დაუსვა მას უკან ჯვარზე. ერთმა შეინანა და ერთმა ვერ შეინანა. იმან, რომელმაც შეინანა, ქრისტესთან ერთად მოხვდა სასუფეველში იმავე დღეს. და იმან, რომელმაც ვერ შეინანა, მას ყვალმა ამოგლიჯა თვალი. მას ადამიანს, რომელსაც შენანება სურს და ამის უფლებას არ აძლევენ, ყვავები მას კი არ ამოგლიჯავენ თვალს, არამედ იმათ, ვინც ამის უფლებას არ აძლევს ავაზაკს. პილატე ხელებს ვერ დაიბანს. რამე თუ ერთხელ დაიბანა ხელები და მეორედ უკვე აღარ ეპატიება. კაიაფა შუაზე გადაიხევა და ანაც ზედ მიყვება. თუ კი ისინი დაუშვებენ იგივე შეცდომას. რაც ხდებოდა იესოს დროს, ის ხდება ახლაც. არ გიგონით, რომ სხვა რამე ხდება ახლა, ან რომელიმე სხვა დროში. და ახლა რომ ამ სიტყვებს ვამბობ, მთელი მატრიცა იმგრევა. საიდან ხვდები ამას? ვხედავ.
მატრიცაში ერთი ესეთი ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც კოვზი განიხილება ორაკული ასწავლის ნეოს. დაივიწყე ის, რომ შენ გინდა რომ კოვზი მოღუნო. წარმოიდგინე, რომ კოვზი არ არსებობს და კოვზი მოიღუნება. ეს იგივეა, რაც ჩვენ ვეწვალოთ, ვინმე გამოვასწოროთ. დაივიწყე, რომ შენ ვინმეს გამოსწორება შეგიძლია. დაიჯერე ის, რომ ის არ არსებობს და კოვზს დაემართება ის, რაც გინდოდა რომ დამართლოდა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთ დროს ილია, ახლა აღარ არის ილია. ამინ, ამენით იესო ქრისტე. იყოს ნებაშენი უფალო ყოველი, ყოვლად ურყვნელო სინათლეო, რომელიც თვითკმარი ხარ და რომლიდანაც გამოდის ყოველი ის, რაც გამოდის, ყოველი სიტყვა და რომელი სიტყვებმაც დასახეს ყოველი და ყოველმაც დაგვსახა ჩვენ, იყოს ნებაშენი, წმინდა ოსულო. ამინ, ამენით, იესო ქრისტე. თამონაწერს არავინ არ გამოსწორდება, რაც ხარ ის რჩები ბოლომდე. ვერ სწორდებიან მასა, რომელიც მატრიცაში არიან მოქცეული, მაგრამ ადამიანი, რომელიც მატრიციდან გადის, ის უკვე გამოსწორებულია. ვერ გამოასწორებ იმას, ვინც მკვდარია. მაგრამ თუ ცოცხალია ადამიანი, ის ვერ მოკვდება. მატრიცაში მკვდარი თევზები ხართ გამოწყდეული. და ეს მკვდარი თევზები არიან სწორედ ისინი, რომელთაც თამაშობენ დიდი ძალები და რომელიც ძალებიც იკვებებიან მათი ემოციებით, მათი ენერგიით და მათი არსებობით. სამწუხაროდ მკვდარ თევზებს ვერ გააცოცხლებ და მკვდარი თევზები არიან იმისათვის, რომ ასაზრდონ დიდი ძალები. ამისათვის შეიქმნენ ისინი. წონებულია ადამიანი, რომელსაც აქვს სულთან კავშირი, ამბობს ქრისტე. და თუ სულთან კავშირი არ გაქვს, მაშინ ხარ მკვდარი თევზი. მკვდარი თევზი კი თავიდან ღარს. შემდეგ ლიპება და შემდეგ ისევ წარმოიქმნება. მკვდარი თევზები საჭიროა დიდი ძალებისთვის. მკვდარი თევზები ისინი თავის თავს, როგორც ასეთი სარკე ისე ხედავენ დიდი ძალები და იანდაბაოთის ეს თვისება, რომელიც არის დემურგის თვისება, რომ არ ჰყავდეს მას თავისი ქმილებები, ვერ გაიგებდა ვინ არის თავად. ვერ ხედავს ის გარე სამყაროს, ის ხედავს მხოლოდ თავის თავს მკვდარ თევზებში. და ამიტომ სჭირდება დემურგს მკვდარი თევზები.
ცოცხალ ადამიანებში ის თავის თავს ვერ ხედავს, არ ძალუძს, არ აქვს ამდენი უნარი. ალბათ გეშინიათ ახლა ჩემი თვალების, ხო? კი. და მაინც, რას გესაუბრებით არასწორს. შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. მე არა ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. მე ვარ ჩვეულებრივზე მეტი. ამიტომაც მაქვს საოცარი სახე მარიამ. ხანდახან ეს სახე გამოჩნდება ხოლმე. და რომ არ შეგეშინდეთ თქვენ ამ სახის, ძირითადად ღმალავ. როდესაც მზეს უყურებს ადამიანი, დიდხანს ვერ უძლებს, ის ბრმავდება ძალიან მალე. ამიტომ რომ არ დაბრმავდეთ, ხანდახან მეც ვიმალები ხოლმე. იცით რას უწოდებენ ამ პარტავნებას? მე რასაც ვაკეთებ იმას. მაგრამ სინამდვილეში ამ პარტავნება არის ის, როდესაც კარზე მოგადგება სტუმარი და არ მიიღებ. ამ პარტავნება არის ის, როდესაც შენ ვინმეზე მაღლა აყენებ თავს. ამ პარტავნება არის ის, რომ გგონია შენ უკეთიცი ვიდრე სხვა. ამ პარტავნება არის ის, რომ როდესაც მათხოვარ და სუნიან ადამიანს შაული იტყვი, ფუ, რა სუნი აქვს. ამ პარტავნება არის ის, რომ შენ გიჟს ხედავ და გიჟი გგონია ის. ვერ ხედავ, რომ სამყარო კანონზომიერად ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგას და თავისებურად ყარს და თავისებურად სალოსობს. ალბათ მიწის რა მოხდება. გამოვრთხილეს წინასწარ. კორპუსები დაინგრევა. ვისაც რწმენა ექნება გადარჩება. როდის მოხდება ეს არ ვიცი, მაგრამ მოხდება.
წავედი ხამი და რა უნდა თქვა, არ ვიცი. მადლობა ყველას კომენტარებისთვის და კომპლიმენტებისთვის.